თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე მის წამყვანი თამარ აბრამიშვილი ვარ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ყავს. რა გეგმები აქვს ანანაცვლიშვილს და როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ პროცესს? შეკითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე უპასუხებს. მსმენელს შეუძლია დარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 1188 292 1189 ან მოგწერეთ შეკითხვა Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი. მოგესალმებით ქალბატონო ანა, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მე ვთქვი ახალი, თუმცა არც ისე ახალი აღარ ხართ, უკვე გიცნობთ საზოგადოება, საკმაოდ აქტიური იურისტი ბრძანდებოდით და ახლა კიდევ უფრო გააქტიურდებით. ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუდმივად აკეთებს საკმაოდ მწვავე და ობიექტურ განცხადებებს. მე მინდა თავდაპირველად დავიწყოთ საუბარი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის საგამოძიებო დეპარტამენტის პრეზენტაცია იყო სულ რაღაც 1 საათის წინ. პრემიერ-მინისტრი და მთავარი პროკურორი იყვნენ, რომელმაც წარადგინეს ეს დეპარტამენტი, როგორც ითქვა, იქ მთავარი რაც არის უსამართლობის განცდა დაუკარგონ მოქალაქეებს. ამისთვის შეიქმნა რომ გამოიძიონ ის საქმეები, სადაც იყო გადაცდომა, იყო უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, იყო ადამიანების ცემა და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეაფასებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დეპარტამენტის შექმნა და რას მოუტანს ეს ქვეყანას? პირველ რიგში ვიტყვი, რომ სასურველი იყო ამ პრეზენტაციაზე მიწვეული ყოფილიყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მედიის საშუალებით არ გვიწევდეს მომისმინოთ ძირითადი მესიჯები. ასევე ვიტყვი, რომ ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასურველი იყო, რომ თვითონ კონცეფციის შემუშავების პროცესში რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა გაეცეს არსებულ კითხვებს პასუხი სახელმწიფოს მხრიდან, ყოფილიყო მეტი ღიაობა ხელისუფლების მხრიდან და თქვათ იგივე დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის დაზარალებულებიც, არა მხოლოდ თქვათ ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული ყოფილიყვნენ ამ პროცესში. ეს პროცესი არის ძალიან სენსიტიური, ძალიან ფაქიზ მიდგომას საჭიროებს და მისი წარმატებისთვის აუცილებელია რომ არსებობდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. ბუნებრივია საზოგადოებაში, სადაც პოტენციურად არსებობენ დაზარალებულები და არსებობენ დამნაშავეები, სრული კონსენსუსი პროცესის ირგვლივ მიღწეული ალბათ ვერ იქნება, მაგრამ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა მსგავსი პროცესის წარმატებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად როგორ მოხდება ამ იდეის განხორციელება, იმიტომ რომ ძალიან კარგი და ძალიან კეთილშობილი იდეაც შეიძლება იქნეს დისკრედიტირებული და უკუეფექტიც კი გამოიყოს საზოგადოებაში. რა შეიძლება იყოს უკუეფექტი? პირველ რიგში მოდით ვისაუბროთ რა შეიძლება იყოს დადებითი ეფექტი და რამდენად ლეგიტიმურია ამ პროცესის დაწყება. თქვენ გახსოვთ რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საზოგადოების 2012 წლის არჩევნებამდე წლების განმავლობაში იყო დარღვეულ უფლებებზე ეფექტური რეაგირება. ჩვენ დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც თქვათ ამ დეპარტამენტის შეფასება გვიწევს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის გასული წლები, როდესაც უფლებადამცველები ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენდით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების დოკუმენტირებას, მათზე საუბარს, იქნებოდა ეს საკუთრების უფლება თუ ციხეებში წამება, თუმცა შეზღუდული ქონდა ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ არც მაშინ და არც დღეს ჩვენ უშუალოდ ციხეში შესვლის და მონიტორინგის უფლება, მოსილება არ გქონდა კანონმდებლობის საფუძველზე. იყო საპროტესტო აქციები, მშვიდობიანი აქციების დარბევა, მათ შორის ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები. ეს არის ჩვენი უახლოესი წარსული, რომლის შეფასება არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, ესეთი ფართომასშტაბიანი არ განხორციელებულა. და როგორც წესი, როდესაც საზოგადოება აი ასეთ ძალიან მასშტაბურ და მნიშვნელოვან დარღვევებზე არ რეაგირებს, ან ვერ რეაგირებს და ამაზე სახელმწიფოსაც არ აქვს პასუხი, ეს ქმნის ძალიან სერიოზულ რისკს იმისა, რომ რაც მოხდა განმეორდეს და ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული ამ 20 წლიან ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს,
თითქოს რაღაც მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ, რომ ერთი და იგივე მეორდება, ხელისუფლები ჩადიან მძიმე დარღვევებს, შემდეგ ხდება მათი ფაქტიურად გაგდება სხვა მეთოდებით ხალხი ჩამოართმევს მათ ძალაუფლებას ანიჭებს სხვას არჩევნების გზით თუ სხვა გზით და მაინც ეს ხელისუფლებები ისევ და ისევ სამწუხაროდ ამ დაუსჯელობის სინდრომს აგრძელებენ და ამკვიდრებენ და ამ ქვეყანაში ადამიანებს თანდათან უქრებათ რწმენა ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართ. ეს არის ძალიან სავალალო სიმპტომი და მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებამ და მომავალმა ხელისუფლებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აი ეს განცდა, რაც საზოგადოებაში არსებობს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, რომ ახალიც დაარღვევს უფლებებს და პასუხს არავინ არ მოთხოვს, იმიტომ რომ არც ერთ წინა ხელისუფლებას რეალურად სამართლებრივად პასუხი არავინ არ მოთხოვა. აი ეს მოჯადოებული წრე უნდა დასრულდეს. ეხლა როგორ შეუწყობს ხელს ეს ახალი დეპარტამენტი? ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესი დაიწყოს, მაგრამ ამ ყველაფრის წარმატებისთვის აუცილებელია რამოდენიმე პრინციპის დაცვა. ერთი ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოების მაღალი ჩართულობა, იგივე დღეს რაზეც ვთქვი, რომ აქამდე ჩვენ მხოლოდ მედიის საშუალებით ვიღებთ გარკვეულ მესიჯებს და არანაირი არც კონსულტაცია, არც ხეობა არ ყოფილა ალბათ სერიოზული ხარვეზი ამ პროცესის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აღმოფხრილი იქნება. მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ამ პროცესში, გამოძიების პროცესში კანონი იქნეს ზედმიწევნით დაცული და არც ერთი მეთოდი, რომელიც ოდნავ მაინც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გამოძიების კომპეტენტურობას, მიუკერძოებლობას და კანონიერებას არ იქნას გამოყენებული. ჩვენ ვებრძვით ძალადობის ფაქტებს, ვებრძვით უკანონობებს, მაგრამ ამ ბრძოლის პროცესში არც ერთი ნაბიჯით არ უნდა გადაუხვიოთ კანონის უზენაესობის პრინციპს და ადამიანის უფლებებს, იმიტომ რომ ეს იქნება ამ შემთხვევაში პროცესი განწერული იქნება, რა თქმა უნდა. კავტონო ანა, მე მინდა გკითხოთ ესეთი შინაარსის შეკითხვა მინდა უბრალოდ და გისვათ ბოლო პერიოდში თქვენი მხრიდან იქნება თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება განცხადებები პროკურატურასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურას არ ყავს პროფესიონალი კადრები, ვერ იძიებენ საქმეს, ვერ ხდება სწრაფად დასრულება ამა თუ იმ საქმის, ამა თუ იმ გახმაურებული საქმის გამოძიება. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს მზად არის პროკურატურა, აქვს იმის რესურსი, რომ იმ პრინციპების დაცვით, რაზეც თქვენ საუბრობთ, მოხდეს ამუშავება ახალი დეპარტამენტის? ძალიან კარგი კითხვა. პროკურატურის ეფექტიანობა სხვა ვიტყოდი არათუ ასეთ მასშტაბურ და მძიმე დანაშაულებთან, არამედ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დანაშაულების გამოძიების საქმეებშიც არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული საქმეები ჩადენილი 2012 წლამდე თუ 2012 წლის შემდეგ, რომლებშიც არათუ შედეგი არ დამდგარა, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ პროკურატურა აკეთებს მისთვის კანონით დაკისრებულ საქმეს და ვალდებულებებს, ანუ არ ატარებს საპროცესო მოქმედებებს. ეხლა გასულ კვირას მე ვსაუბრობდი იგივე ამ დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაც არის წამების საქმეების გამოძიება, ხო? რა თქმა უნდა, წამების საქმის გამოძიება არ არის რიგითი საქმე და მოითხოვს განსაკუთრებულ კომპეტენციას, განსაკუთრებულ ძალისხმევას, იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში მტკიცებულებები რთული მოსაპოვებელია, მით უმეტეს რომ წლებია გასული და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ რიგ საქმეებში, მათ შორის ამ დეპარტამენტის წინაშეც დადგება შემთხვევები, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელია მტკიცებულების მოპოვება და ნუ საქმეს მსვლელობა ვერ მიეცემა, მაგრამ საიას დღესაც აქვს არაერთი საქმე, იგივე წამებების, რომლებშიც ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი არ გაუკეთებია გამოძიებას იმისთვის, რომ გამოევლინა დამნაშავე. ყავს ნაწამები პატიმრები, რომლებიც კონკრეტულ ციხის თანამშრომლებს ასახელებენ როგორც წამებაში მონაწილე პირებს. პროკურატურას არ დაუკითხავს არც ამ პირების თანამოსაკნეები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები შეიძლება იყვნენ ამ პირის წამების თუ ნაწამებ მდგომარეობაში ხილვის. არ დაუკითხავს არც ის ციხის თანამშრომლები, რომლებიც ამ პირის განცხადებით ჩართული იყვნენ წამებაში. მათ შორის ერთ-ერთი დაწინაურებულიც არის დღეს მინდა გითხრათ. არ ჩაუტარებია სამედიცინო ექსპერტიზა, მართალია რამოდენიმე წელია გასული, მაგრამ ამ პირს მიღებული აქვს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის დაზიანება და დღესაც რომ ჩატარდეს ექსპერტიზა, შესაძლებელი იქნება გარკვეულ მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვება. აი ასეთ საქმეებზე, როდესაც ცხადია, რომ შედეგი ვერ დადგა და ვერც დადგებოდა, იმიტომ რომ არანაირი სათანადო ღონისძიებები გატარებული არ არის, რა თქმა უნდა, ისმება პროკურატურის კომპეტენციის თუ მეორე მხრივ კეთილსინდისიერების საკითხი. ამიტომ
ამ დეპარტამენტს ახლა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, რომ იმ სტრუქტურაში შექმნილმა ერთეულმა, რომელსაც მაინც და მაინც მაღალი ნდობა საზოგადოების არ აქვს და ამას მწუხარებით ვამბობ და ნამდვილად არ ვამბობ ნიშნის მოგებით, დაარწმუნოს, რომ აი ეს დეპარტამენტი შეძლებს იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური, ეფექტური და დადოს კონკრეტული შედეგები. მე მინდა გითხრათ, რომ ასეთ საქართველოს მსგავს მდგომარეობაში, როდესაც გვაქვს მასობრივი უფლებადარღვევის ფაქტები, ჩვენ არა ვართ უნიკალური და არაერთი სახელმწიფო ყოფილა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თუ განსაკუთრებით ლათინური ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოებში შეიძლება ზუსტად ანალოგიების მოტანა გაჭირდეს, იმიტომ რომ ვთქვათ, რიგ შემთხვევებში სხვა ტიპის დარღვევები იყო იქ, მაგრამ არის ასეთი გამოცდილება, როდესაც ექსტრაორდინალურ სიტუაციაში, რომლის მსგავშიც საქართველოს დღეს იმყოფება, სხვა ქვეყნებიც იყვნენ და მათ მოძებნეს გამოსავალი, შექმნეს დამოუკიდებელი ორგანოები, ეს არ იყო ვთქვათ პროკურატურის დეპარტამენტი, არამედ იყო გარკვეული მანდატით აღჭურვილი კომისიები. მაგრამ ცხადიდან ათელი იყო თავიდანვე რა იყო ამ კომისიის მანდატი, როგორი მუშაობდა ის. რიგ შემთხვევებში ამ კომისიებს ჰქონდათ უფლებამოსილება, რომ კომპენსაციაც გაეცათ მსხვერპლებისთვის და ნუ შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხარდაჭერა. რიგ შემთხვევებში იყო უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ მომხდარიყო ფაქტების დოკუმენტირება, საერთო ანალიზი გაკეთებულიყო და სურათი დადებულიყო და შემდეგ უკვე რიგ შემთხვევებში ამნისტიებიც გაიცა დამნაშავე პირებს და იმ პირობით, რომ ისინი ღიად მოყვებოდნენ, როგორ რა ტიპის დანაშაულებში იყვნენ ჩართული. ასე რომ შესაძლოა დამოუკიდებელ ორგანოზე ფიქრი უფრო კარგი ყოფილიყო და ამიტომ ამბობ, რომ ჩვენი ჩართულობა და რაღაც საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებაც იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ კარგი ამ პროცესისთვის, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე და ალბათ მთელი ძალის ხმევა როგორც სახელმწიფომ, ასევე სამოქალაქო სექტორმა უნდა მიმართოს იმისკენ, რომ ეს მექანიზმი არ იქნეს მორიგი, არაეფექტური მექანიზმი, რომელიც გაზრდის საზოგადოებაში მოლოდინებს კიდე ერთხელ და მერე კიდე ერთხელ გაუცრებს მას იმედებს. სამწუხაროდ არც ერთი მთავრობა არ წყალობს არასამთავრობო სექტორს, განსაკუთრებით თქვენს არასამთავრობო სექტორს რეკლამა და რეკლამის შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღევანდელი სტუმარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცრუშვილი. ქალბატონო ანა, ჩვენ საუბრობდით დეპარტამენტთან დაკავშირებით გადაცემის პირველ ნახევარში და მინდა პრემიერის განცხადება წაგიკითხოთ. საშუალო და ქვედარგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არ აქვს, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ. ანუ რას ნიშნავს ეს? თქვენც რამდენად მისაღებია მსგავსი პოზიცია პრემიერის? საინტერესო განცხადებაა თავისთავად, ბუნებრივია. ამაზეც საჭიროა საზოგადოებრივი კონსენსუსი შედგეს. იმიტომ რომ იგივე საერთაშორისო გამოცდილება, რომელზეც საუბრობდი, რიგ შემთხვევებში იყო კონსენსუსი იმისა, რომ არ ისჯებიან დამნაშავეები და უბრალოდ საზოგადოებისთვის თავარი არის ის, რომ დადგინდეს სიმართლე და მოხდეს მსხვერპლების აღიარება, როგორც მსხვერპლების და შეძლების და გვარად კომპენსირება. მაგრამ რიგი ქვეყნები დაადგენენ გზას, რომ აუცილებელია დაისაჯონ დამნაშავეები. ხოლო როდესაც საქმე ეხება საკუთრების უფლების ხელყოფას, აქ სახელმწიფოს აქვს მეტნაკლებად დისკრეცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თქვა დასჯის დამნაშავეებს თუ არ დასჯის, მაგრამ აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, საკუთრების უფლების ხელყოფა, როგორც წესი, არ იყო იზოლირებული დანაშაული, არამედ ის გამოიყენებოდა სხვა დანაშაულებთან ერთად და ამ შემთხვევაში, როდესაც ახლა სერიოზული და მნიშვნელოვანი დანაშაულები აქვს ადამიანებს ჩადენილი, შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაზე საუბარი არ იყოს, ესეც გადაწყვეტილება უნდა იყოს ალბათ პოლიტიკურ დონეზე მიღებული, მაგრამ მინიმუმ ეს ადამიანები საჯარო სექტორში აღარ უნდა მუშაობდნენ. ჩვენ ნახეთ ძალიან სამწუხარო და სავალალო ფაქტის შემდეგ, როდესაც იური ვაზაგაშვილის აფეთქება მოხდა, რამოდენიმე ადამიანმა ესე თავისინებით ერთ ღამეში უცებ გადაწყვეტა, რომ დაეტოვებინა პროკურატურის სისტემა, რამაც რა თქმა უნდა გააჩინა ეჭვები, რომ ესე და მანამდეც ამ ადამიანების სახელები და გვარები მუსირებდა, რომ ისინი პირადად იყვნენ ჩართული გარკვეულ ტიპის დანაშაულებში და როგორ შეიძლება და ესეც ულახავს რა თქმა უნდა პროკურატურას და საჩივარ ახსნილების სისტემას და ზოგადად იმ სისტემებს, სადაც ეს ადამიანები კვლავ რჩებიან დღემდე
და არავის მათთვის პასუხი არ მოუთხოვია, ულახავს ამ ინსტიტუტებს საზოგადოების ნდობას, იმიტომ რომ ჩვენთანაც მოდიან ადამიანები და გვიყვებიან, რომ აი ამ პროკურორმა გარკვეული დარღვევები ჩაედინა ჩემს საქმეში, დღეს შევიტანე საჩივარ და იგივე პროკურორს აქვს დაწერილი ეს საქმე, ეს ასეთი ინფორმაციები საზოგადოებაში ტრიალებს და არსად არ იმალება. ამიტომ ეს ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ საჯარო სამსახური ამ ადამიანებისთვის დაიხუროს. ციხეში წავლენ ისინი თუ არა, ეხლა მე მგონი თვითმიზანი არ არის, რომ ადამიანები ციხეში წავიდნენ. მით უმეტეს, როდესაც საუბარია საშუალო და დაბალ რგოლზე. რაც შეეხება წამებას, წამება არის იმ ტიპის დანაშაული, სადაც სახელმწიფოს არ აქვს დისკრეცია გადაწყვიტოს წავა თუ არა ადამიანი ციხეში. ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის და საერთაშორისო შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომ ყველა წამების შემთხვევაში ერთი უნდა მოხდეს დამნაშავის იდენტიფიცირება და წარსდგმა მართლმსაჯულების წინაშე და პირი უნდა გასამართლდეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გასამართლდება, ის უნდა ბუნებრივია დაექვემდებაროს შესაბამის სანქციებს. მათ შორის ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადება წამების შემთხვევაში ეს პირდაპირ არის აკრძალული საერთაშორისო პრინციპებით და ამას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გააკეთებს. ანუ იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელზე, როგორც პრემიერმა თქვა, არ განხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, თუ მას დაუმტკიცდა, რომ ის აწამებდა ადამიანს, ნიშნავს, რომ კანონი დაირღვევა? ამ შემთხვევაში საქართველო ვერ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მით უმეტეს თუ ეს იქნება რაღაც მასიური, ასე რომ ვთქვათ, წინასწარ გაცხადებული ამნისტია. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების დანაშაულზე მსჯელობენ პროკურატურაში, ხოლო შემთხვევით გამოიძიებს ის ახალი საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა სწორედ იმ პერიოდში ჩადენილ დანაშაულს და მაინტერესებს, ისინი ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. თქვენ რამდენად ფიქრობთ, რომ შესაძლოა პოლიტიკური ზეწოლისთვის იქნას გამოყენებული სწორედ ეს დეპარტამენტი? თქვენ საუბრობთ, რომ ადამიანი, რომელიც აწამეს და რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და არაერთი ფაქტი გაქვთ ესეთი, არ აღზრულა საქმე პროკურატურაში, არ დაუწყეთ მაგრამ გამოძიება არ აკეთებდა და არ მოხდა მისი დაკითხვა. ან თქვენ თვლით თუ არა, რომ შესაძლოა პოლიტიკური ინსტრუმენტი იყოს? რისკი ამისი, რა თქმა უნდა, არსებობს, მინიმუმ არსებობს რისკი იმისა, რომ გაჩნდეს მესამე პირებში, გარეთ დამკვირვებლებში სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრებები ხომ არ ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად დაიცვას გამჭვირვალობის პრინციპი და მაქსიმალურად, რაც დასაწყისში ვთქვი, არც ერთი ნაბიჯით არ გადაუხვიოთ ჩვენ კანონის უზენაესობის პრინციპს და ყველა მეთოდი, ყველა ფორმა, ყველა მოქმედება, რომელიც ამ პროცესში იქნება გამოყენებული, იყოს მაქსიმალურად შესაბამისი კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. მეორეს მხრივ, ახლა ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა ეს დანაშაულები და თქვათ ახლა არ დავასახელებ, მაგრამ ლეიბორისტებს ვერ მოთხოვთ ამისთვის პასუხს ან საუბარია 52530 საჩივარზე, რომელიც შესულია პროკურატურაში. ასე იგი, აპრიორი იმის თქმა, რომ პოლიტიკური დევნისთვის დაიწყო ეს პროცესი არასწორია, ისევე როგორც აპრიორი იმის თქმა, რომ შეუძლებელი აქ პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის იქნას გამოყენებული ეს პროცესი არ იქნება სწორი. უნდა დავაკვირდეთ თვითონ პროცესს და შევაფასოთ პროცესი, მაგრამ წინასწარი განცხადებების გაკეთებას შესაძლო პოლიტიკური მოტივაციების შესახებ მოვერიდებოდი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მიზრუნოს იმაზე, რომ ასეთი განცდა მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში არ დარჩეს. გასაგებია თქვენი პოზიცია ამ დეპარტამენტთან დაკავშირებით და მინდა გკითხოთ უკვე დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ იმ შემთხვევაში თუ სხვა პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში, არსებობს იმის საფრთხე, რომ კვლავ დადგეს საკითხი დანაშაულის საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით, ანუ რა მდგომარეობა ამ ხელისუფლების პირობებში? ერთი, ასე რომ ვთქვათ, რჩევა მინდა მივცე ხელისუფლებას იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაამტკიცოს და დააჯეროს როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ აქტორები, რომ ის არ არის მიკერძოებული და პოლიტიკური ნიშნის გამო არ იყენებს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს თავისი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, ერთი მარტივი გზა არსებობს. ხელისუფლება აიეხლა დღეს თავის მოქმედებებში უნდა მოქმედებდეს ადამიანის უფლებათა პრინციპიდან გამომდინარე და ყველა ის საქმე მძიმე თუ ნაკლებად მძიმე უფლებადარღვევის ფაქტი, რომელიც 2012 წლის შემდეგ ხდება, აი ამ საქმეების გამოძიების დროს უნდა დაამტკიცოს ხელისუფლება, რომ მისთვის რეალურად ფასეული ადამიანის უფლებები და თუ ის შეძლებს, რომ
აი ასეთი მიდგომა დაამკვიდროს მის დროს მომხდარ დანაშაულებთან თუ გადაცდომებთან დაკავშირებით ბუნებრივია გაცილებით უფრო რთული იქნება ოპონენტებისთვის იმის მტკიცება რომ პოლიტიკური მოტივებით ხდება ახლა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. მესამე წელია უკვე რაც ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება. თქვენ როგორ ფიქრობთ? აქვს იმის ძალა რომ დაამტკიცოს რომ ადამიანის უფლებები? ხო, აი ამ შემთხვევაში ანუ რამდენად საგანგაშოა ის დარღვევები? ბუნებრივია დარღვევა ყველა ხელისუფლებას ექნება მეტნაკლებად. რამდენად საგანგაშოა უკვე ამ ხელისუფლების პირობებში არსებული დარღვევები? ობიექტურობა მოითხოვს იმის თქმას, რომ თუ ვადარებთ, თუმცა არ ვიცი ახლა 3 წელი და 9 წელამდე შეიძლება ერთმანეთს შეადაროთ, მინდა არითმეტიკულადაც, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით მდგომარეობა არის გაუმჯობესებული და იგივე მაგალითად ვერ ვიტყვით, რომ ისეთივე მასობრივი დარღვევები აქვს თქვა ციხეებში ან მედიის თავისუფლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯებია სასამართლო სისტემაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა, თუმცა ძალიან სერიოზული გამოწვევები კვლავ რჩება და სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ეფექტურ რეაგირებას ამ გამოწვევებზე. იგივე მაგალითად აი გასული წლის ბოლოს დაანონსა პრემიერმა პროკურატურის რეფორმა და ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები დაიძრა ეს პროცესი, მაგრამ როგორ დამთავრდება გარანტია არ აქვს რომ დამთავრდება ისე როგორც ეს სჭირდება დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებას, ხო? რატომ არ დაიწყო ეს პროცესი და არ დაანონსდა და არ გადაიდგა ნაბიჯები მაშინვე როგორც კი ეს ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, ხო? რატომ დღემდე არ არის გატარებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, რომელზეც ასევე დაიწყო საუბარი, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასევე მესამე წელია უკვე და რა საჭირო იყო ის 2 წელი, რატომ დავკარგეთ, რატომ დაკარგა ამ ხელისუფლებამ და ამ ქვეყანამ და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა იმის შანსი, რომ უკვე დღეს ჩვენ გვქონოდა რეფორმირებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმირებული პროკურატურა და არ გვქონოდა ის ათობით საქმე, რომლების შესახებაც მოგმართავენ მოქალაქეები და გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ ისევ არის ჩადების ეგრეთ წოდებული პრაქტიკა, ისევ გვაქვს რამოდენიმე საქმე ამასთან დაკავშირებით, გვაქვს საქმეები, სადაც მუქ არ ახორციელდება, რომ ჩაგიდებ ნარკოტიკს თუ ესე არ მოიქცევი, გვაქვს შემთხვევები, როდესაც პოლიციელთა მხრიდან ხდება მოქალაქეებზე ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, ძალის გადამეტება, ციხეებში კი მასშტაბურად არ არის სამება, არ გამოიყენება, მაგრამ ამას ნუ დაგვამადლიან, ჩვენ გვაქვს რამოდენიმე საქმე, როდესაც საეჭვო გარემოებებში ან პატიმარმა ან თავი მოიკლა, ან თქვათ იგივე სახალხო დამცველის დამკვირვებლების მხრიდან გამოვლენილი სავალალო ფაქტი, როდესაც პატიმრები ჯაჭვით იყვნენ მიბმული, ანუ პრობლემები რჩება და მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს თვითკმაყოფილების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისეთი მასშტაბური დარღვევები, როგორც წინა წლებში არ იყო. ძალიან ნათლად და მკაფიოდ მინდა ვთქვა, ჩემთვის და უფლებადამცველებისთვის სტანდარტი არ არის 9 წელთან შედარება. სტანდარტი არის ამ ქვეყნის კანონმდებლობა და სტანდარტი არის ის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები, რომელსაც საქართველო მიერთებულია და აქვს ვალდებულება, რომ შეასრულებს. რაღაც თუ უკეთესად ხდება დღეს ვიდრე 2007-ში, ეს ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც უფლებადამცველისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. და მოდით გადავიდეთ სხვა თემაზე, ჩვენ გადაცემის დრო იწურება, მაგრამ არ შეიძლება რომ არ შევეხოთ საყდრისი ყაჩაღიანის საბადოს, საკმაოდ მწვავე პოზიცია ჰქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. როგორ ფიქრობთ, უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში კომისია, რომელიც გამოიძიებს აღნიშნულ საკითხს, სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი და დაავალა, რომ როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთელი რიგი ტექნიკური საკითხებია გადასახედი, თუმცა ის რომ გადაწყვეტილება არ იქნება, მოკლედ შეცვლილი კულტურის სამინისტროს მხრიდან. ხო, ეს ძალიან ცუდი განცხადებაა და ზოგადად კულტურის სამინისტროს პოზიცია მთელ ამ პროცესში იყო, ვფიქრობ, სამარცხვინო, იმიტომ რომ ორგანო, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს ქვეყნის კულტურის დაცვისა და განვითარებისაკენ, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მუშაობდა და ეს სასამართლოს გადაწყვეტილებამაც გამოავლინა და ჩვენ პროცესს ვადევნებდით თვალყურს და თქვენ იცით, რომ აი პოზიცია, რომელიც სამინისტროს ეკავა, ნამდვილად ვერ შეესაბამებოდა კულტურის დამცველის სტატუსს. საყდრისი ყაჩაღიანის საქმე არ არის მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ასპექტში გასახილი საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქართველებს ხშირად ძალიან გვიყვარს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობით ტრაბახი და გვიყვარს იმის აღნიშვნაც, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ტრადიციები და ჩვენი ისტორია და ჩვენი კულტურა, თუმცა გაორება გვაქვს ამ საკითხში. ერთის მხრივ თეორიულად ლაპარაკობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები, მაგრამ როდესაც საქმე მათ დაცვამდე მიდის, სამწუხაროდ ხელისუფლება და საზოგადოების დიდი ნაწილი უბრალოდ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, რაც ამ შემთხვევაში ეხმარება RMG Goals და ეხმარება მათ, ვისაც ჩვენი კულტურის ნგრევა უნდათ და არა ჩვენს კულტურას ვერ იცავს ვერანაირად. ამ საქმეში ძალიან სავალალო იყო ის, როგორ მოიქცა ხელისუფლება და როგორ მოახდინა მან სასამართლო გადაწყვეტილების აბსოლუტური იგნორირება, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილებით სამუშაოები უნდა ყოფილიყო შეჩერებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას არავინ არ დაელოდა და იქ განხორციელდა ის ვანდალური აქტი, რაც ყველამ ვნახეთ. ამიტომ მხოლოდ კულტურულ ჭრილში არ უნდა იქნას ეს საკითხი განხილული, ეს არის კანონის უზენაესობის თემა და ერთი ძალიან სავალალო პრეცედენტი იმისა, როგორ არსემს სახელმწიფო პატივს სასამართლოს გადაწყვეტილებას. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ტენდენცია, რაც შეინიშნება 2012 წლის შემდეგ, არის ის, რომ სასამართლო რიგ შემთხვევებში იღებს ძალიან გაბედულ გადაწყვეტილებებს და პრინციპულ გადაწყვეტილებებს, რაც თქვა წინა წლებში პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არ ხდება ამ გადაწყვეტილებების პატივისცემა და მართალია ჩვენ შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ, რომ სასამართლო გარკვეულ წილად გათავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისგან და გვაქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გაბედული, კიდევ ერთხელ ვიტყვი და სამართლიანი, მაგრამ თუ აღმასრულებელი ხელისუფლება დააიგნორებს ამ გადაწყვეტილებებს, მაშინ რაში გვჭირდება ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო? დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც მისდევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, სასამართლოს დამოუკიდებლობას აზრი აქვს იმდენად, რამდენადაც მისი სიტყვა არის საბოლოო და მას პატივისცემს როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება და იმ შემთხვევაში თუ მოხდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, სასამართლოს პოზიციის იგნორირება, მაშინ უბრალოდ ამ ინსტიტუტისადმი ნდობას და პატივისცემას უფრო გამოეთხრება ძირი, ვიდრე წინა წლებში. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი შეძლებს დადგეს ვიწრო ჯგუფურ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო და სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შექმნას კომისია, იმიტომ რომ შესაძლებელია დღეს კულტურის ძეგლი დანგრეული იყოს, სამწუხაროდ დანგრეული იყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დანაშაული, რომელიც საყდრისთან მიმართებაში განხორციელდა, დარჩეს დაურჩევი. და ქალბატონო, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, არ შეიძლება რომ არ შევეხოთ ამ თემას სასამართლო უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით. ნინო გვენეტაძის თემაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ უმრავლესობის წარმომადგენლები და არ აქვთ პოზიცია დაუჭერენ თუ არა მხარს. თქვენ როგორ ფიქრობთ, აკმაყოფილებს თუ არა იმ კრიტერიუმს, რომელიც საჭიროა რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარისთვის, რომ სასამართლო სისტემა იყოს სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენისგან? საია ქალბატონ ნინოს საქმიანობას იცნობს და ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი და პრეზიდენტმა სწორად გააკეთა მასზე არჩევანი. ეს მას დამტკიცებული აქვს თავისი პროფესიული მოღვაწეობით და იმ მაღალი სტანდარტებით, რომელსაც ის მისდევდა თავისი საქმიანობის განმავლობაში, თუმცა მე ვიცი, რომ რიგ აქტორებს, პოლიტიკურ აქტორებს და სხვებსაც აქვთ გარკვეული კითხვები ქალბატონ ნინოსთან, ამიტომ პროცესის ღიაობისთვის აუცილებელია, რომ ეს კითხვები დაისვას. ქალბატონ ნინოს დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებთან დაკავშირებით ექნება პასუხი. და პარლამენტის როლი ამ შემთხვევაში არის ზუსტად ის, რომ მაქსიმალურად წარმართოს აქტიურად პროცესი, დასვას ყველა მნიშვნელოვანი შეკითხვა, მიიღოს პასუხი კანდიდატისგან და გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორ წარმართავს პარლამენტი ამ პროცესს და როგორ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთი საზოგადოებას განმტკიცდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და მეორე თვითონ პარლამენტის მიმართ. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პასუხობდა დღეს კანონის შეკითხვებს და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ არაერთხელ გვესტუმრებით და ამოვწურავთ ამა თუ იმ სამართლებრივ თემას. მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვისმენდით. მადლობთ. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.